ფორმულა 1 დაბრუნდა ხალხო. ნუ მთლად არ დაბრუნებულა, მაგრამ ცოტა მონატრების აღმოსაფრთხოდ პრესეზონის პრეტესტები და ფეინჩი დახატული მანქანები ჩემი აზრით საკმარისია. გუნდები გვეუბნებიან, რომ ყველანაირი პრობლემა მოაგვარეს. ჩვენც გვჯერა და ვაგრძელებთ ასე მოზალად ექმნის ცოლივით ნისლში ცხოვრებას. 2026 წლიდან ფორმულა 1-ის მანქანები სიგრძე-სიგანეში შეპატარავდნენ. ხოლო წონაში დაიკლეს. თლად ყველამ ვერა. ძრავების არ დაუვიწყოთ, რომლებიც უფრო მწვანეები და ძვირები გახდნენ. მთლიანად შეცვლილი აერო და სკანდალები. უბრალოდ სანამ მანქანები ტრეკზე შემოვიდოდნენ, მანამდე ძალიან ბევრმა შიდა ინფორმაციამ გაჟონა. ხოლო თუ ახალი წლები ცოტა გაგიგრძელდა და ახლა გამოფხიზლდით, უცებ გავყვეთ ქრონოლოგიურად რა, როდის და როგორ მოხდა. თქვენ ისნებართვით ძრავების სკანდალს გადავახტებით. აგერა და ნახეთ. ხოლო 9 იანვარს მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ღორის პანაშვიდს აღნიშნავდა, 2026 სეზონი დავიწყეთ. ბარსელონაში აუდიმ თავისი გოპნიკური სპორტულებით Filming Days-ის 200 კილომეტრი გამოიყენა. ერთადერთი რაც ტრეკზე შესაფრებულ კეთილმოსურვე ხალხისგან გავიგეთ, აუდის ძრავის ხმა იყო. და უხარისხო სურათები. აი ისეთებს გია ჯაჯაინძე თავის შოუში რო წაიღებს და ვერავინ მიხვდება ბარაბაშკა ლუცი იყო თუ ნიკო ჰულკენბერგი. მერე ვიღაც უკრაინელმა ჩუვაგმა პიტლეინიდან ვიდეო გამოაგდო, რომელიც ააღებინეს და ეხლა თავიდან დადო. ლივერი რო გამოჩნდა. მერე ბოტასი გამოვიდა და თქვა Netflix-ზე ნუ გვიყურებთ კეთილინები და რბოლები ნახეთო. მართალი ეს კაცი. მაგრამ ისე რომ იცოდეთ თვის ბოლოს Drive to Survive-ის ახალი სეზონი გამოდის და ძალიან თუ გიჭირთ უყურებაც შეიძლება. ლორენ მეკისმა კიდევ ჩემი წინასაგამოსто თავის ციტირება გააკეთა. არა, კი ვაკლავთ თავს ამას, ღამეებს ვათენებთ, მაგრამ თლადაც არ გქონდეთ ჩვენი იმედიო. თან უცებ ეს თემა რო გადაეფარა Racing Bulls-ის მერჩი გამოაგდეს, რომელიც შარშანდელივით ლურჯი და თეთრია. უბრალოდ Ford-ის ლოგოთი. კადილაკმა კიდევ ვიზე ნაკლებები ვართო და თავიანთი ლივერის პრეზენტაცია ყველაზე ამერიკული ივენთის Super Bowl-ის halftime show-ს დაამთხვიეს. დახურული ტესტებისთვის კიდევ აბიტურიენტის საროჭკა მანქანები გაამზადეს, ვინც რამე გააკეთა ყველაზე წააწერეს. ამერიკაში დავრჩები და Ford-მა ძალიან დიდი საღამო დააორგანიზა. ჯერ თავის რეკლამა გააკეთა ჩვენ ვაგერო მუსტანგებით რეებშებითო და შემდეგ წელსო პროტოტიპს რო გავაკეთებთო, მერე ნახეთ რა ვქნათო. თან ლოგან სარჯენტი ნახეთ ვიმყავსო. რო გვეგონა ბოლო 10 წელი არაფერი შეცვლა და წელს რა იქნება განსხვავებულიო, ზუსტად მაშინ გვანახა Red Bull-მა თავისი ახალი ზიზია მანქანა. Ford-ს როგორც ჩანს მათი ლურჯი ვერ მოუხდინეს და ძველი პრიალა საღებავის კასრი გახსნეს. ამასობაში მეტი არ მოგივიდეთო და Racing Bulls-ი ზუსტად იგივენაირი გამოიყვანეს, რაც ჩარშან იყო. არაფერი ახალი, გარდა Ford-ის ლოგოსი. მერე კიდე ალტერნატიულ რეალობაში გადაგვიყვანეს და ის ძრავი გვაჩვენეს Mercedes ტექნოლოგია რომ მოპარეს. თან ამ ყველაფრის პარალელურად Racing Bulls-ის საიტი დაიდოსა. ამ რომ ტრიალში კიდე რიკარდო ადამი დააქვეითეს. აწი ვეღარ ეტყვის გამოსტილი საბოლოო ინჟინერი ლუის რომ გეგმა ტსკენ უნდა წავიდნენ. ანუ ტრაკი თუ ვერ მიხვდით. სხვადასხვა ვასერს კი მივწერე Instagram-ზე, მაგრამ მგონი არაო. დავუდედნე მაინც. იმავე დღეს ასევე კადილაკი შეამჩნია Silverstone-ზე თავიანთი საპატიო წრეების დარტყმისას და ალექს ალბოინი დაინიშნა. ვიდეოს დასაწყისში რომ გითხარით Drive to Survive-ის მაინც მიეძალებითქო. ბიჭებს გითხარით ეგ. თორე 7 წლის წინ ლილის ალექსის სერიალში ესაყვალა და მაგიტომ იწერა. არაფრისკენ არ გიბიძგებთ საერთოდ. ალპის ამერიკაში საზიზღარი ყვითელი რაღაცა რო ჰქონდა ხო გახსოვთ? ეგ ტიპები ადგენენ და ჩეკოს წაყვნენ კადილაკში. მერკანდოლი ბრეწელს ამერიკელებს დაამშვენებს. ყველამ რაღაცა გააკეთა და Ferrari ჩვენ ვიზე ნაკლებები ვართო. ადგენენ და ისეთი რაღაცა გვანახეს, უკეთესი სურვილი კი არა ცხოვრების ხალისი დაეკარგა ხალხს. ლეიკემია დამართნილი მერჩი ვისაკადრეს ამათმა. ნელი მცოცავი ოკუპაციის იდეალური მაგალითია Toyota Formula 1-ში. ერთხელ სხვრის წამტრევა არ ეყო ტიპებს მილიარდი რო დახარჯეს. ახლა ნელ-ნელა კიდე ბრუნდებიან. ჯერ იყო და აიოკომაცუ შეტენეს გიუნტერშტაინერის მაგივრად ფააში. მერე მოდით ნახეთ აეროგვირაბს გაგატესტინებთო. ახლა ბარემ ჩვენი სტიკერი დააკარეთ დიდად, ეს გადარიცხვის კომპანია რაჯანდაბად გინდათო. აგერ თქვენ, აგერ მე. 5 წელიწადში Toyota Racing-ი თუ ავყავდეთ Formula 1-ში. მანამდე კიდევ ლამაზი გაზუ Racing-ის ფასით დაგვაყოფილდეთ. რაღაცნაირად ოკოს და ბერმანს რო უხდება ეგეთი მანქანა. უბრალოდ ვიღაც დებილს რედერია ერია და უკანასაბროები წინ დააყენა. თორე ესე ძალიან გაიდებია. 5 წლიანი თანაცხოვრების მერე Aston Martin-ი საქმიდან გავიდა. თავისი უსაფრთხოების და სამედიცინო მანქანებით. საკმარისად ჩქარები არ ყოფილან. ისინი და Aston Martin Racing-ი როგორი იქნება? რატომღაც ესეც რო იგივე გზას გაუდგნენ. Ferrari-ის არსებობის ისტორიაში 45 ჯერ უაუგზალეს თამბაქოს მორბენალ სტრიქონობა ხო გახსოვთ? უნაირო ადამიანი ვერც ხვისაზე და ვერც თავის შეცდომებზე ვერ ისწავლის. აი ეს ნიკოტინის ბალიშების სტიკერი კიდევ რამდენად მოუხდება Ferrari-ს კომენტარებში დაწერეთ ტიფოსებმა. Honda რო გაბრაზდა მარტო ორი გუნდი არა ჩვენ სხვებსაც უნდა მივაწოდოთ ძრავებიო ხო გახსოვთ ეგ ფაქტი? ლოგოს რებრენდინგიანი წრულთვალებები ტოკიოში ახალი ძრავის პრეზენტაციით გამოგვეცხადდნენ. უკაცრავად, მაგრამ აი ამ ლოგოთი რამდენს მეტავენ.
კალენდარში იმოლა აღარ გვაქვს, მაგრამ იტალიური გუნდი სად გატესტავდა მანქანას თუ არა ენსო და დინო ფერარის ტრეკზე. 20 იანვარს ცივ სუსხიან იმოლაზე Racing Bulls-ი გამოჩნდა. სწორედ უშაქრო წვენები იყვნენ პირველები, ვინც მეტნაკლებად მანქანის ვიზუალი ადამიანურად გვაჩვენეს. განსხვავებით კადილაკისგან ამათმა რეალური ლივერით იარეს. რაც შევამჩნიეთ პაპარაცული ფოტოებიდან მანქანას უცნაურად დიდი earbox-ი ჰქონდა. მოგლიცინე ხალხმა არ დააყოვნა. პირველი ფოტოებიდან რამოდენიმე საათში კიდევ გუნდის ახალწეული არვით ლიმბლანდი დატრიალდა და ბარიეს ჩაიხუტა. მერე იყო აუდის პრეზენტაცია, სადაც ხალხი დუარეთში ზემოთქვემოთ აპორწიალეს. მერე მანქანას ზეწარი გადახსნეს და ფორმულა 1-ის თამაშის დეფაულტ ლივერი გვანახეს. თან იდიოტური მწვანე ფერის სპონსორის ინტეგრაციით. ბოლოს 2021-ში ფერარის ქონდა ესე არსაიდან ჩაკვეტებული მწვანე. იმ წელს რაკნეს ჩემზე კარგად იცით. უბრალოდ აუდის რა უნდა და მართლა ვერ გავიგეთ. გასაგებია რომ რეალურ მანქანას არავინ გვანახებდა, მაგრამ აუდის შოუზე საერთოდ სხვა რაღაცა გვანახა და მე რენდერებად საერთოდ სხვა დადო. რენდერებს აშკარად ფულროდის დაკიდება აქვს. რაც გვანახეს კიდევ ფუშროდი. საიდმოდით საერთოდ სხვა ფორმისაა და წინა ფთაც. Red Bull-ისგან ხო ვიყავით მიჩვეული ბოლო 10 წელი ერთი და იგივე რაღაცას. რაღაც უნდა გავეკვირვებინეთ. მაგრამ არსაიდან Silverstone-დან გამოჟონილმა ინფორმაციამ გვამცნო, რომ ახალი ალპინი იტესტებოდა. სხვადასხვა ამ ლიქებით გავიგეთ რეალურად როგორი ხმა ექნებოდა ახალ Mercedes-ის ძრავს, რომელიც ასე ვაკეთ და ვადიდეთ. მაგრამ ვიზუალი ზუსტად იგივე იყო, რაც შარშა. იცით რა არ შეიძლება კიდევ 2026 წელს. პაპაია რულსი. სტელას თუ დაუჯერებთ ყოველ შემთხვევაში. 22-ში კიდევ გუნდების მწარმოებლები ერთად უნდა შეკრებილიყვნენ და ძრავების ამბებზე FIA-სთან ეჭუქთუქათ. შედეგად კიდევ არაფერი მივიღეთ. ამ ამბით გახარებულმა Mercedes-მა კიდევ თავისი W17 გვაჩვენა, რომელიც რაღაცნაირია, ლამაზიცა და ბოტასსაც გავს. ტიტულს არა უღონთ. იმ დღესვე ბრიტანელებმა თავიანთი მანქანა Silverstone-ზე გააკატავეს, თან ისა რომ არანაირ პრობლემა არ შეექმნათ. თუ ოდესმე შენ და შენი ოთახის კარი ღია და უტოვებია და ამაზე გაბრაზებულ ხარ, არა უშავს. Ferrari-მ თავისი გარაჟის კარი დატოვა ღია. და ზუსტად ასე გავიგეთ როგორი იქნებოდა ახალი Ferrari. ზოგს მოეწონა, ზოგს არა. ზოგმა კიდევ შუმახერის 2004-ის Ferrari შეადარა. რავი რა გითხრათ. სწრაფი იყოს და თუ გია საერთოდ ლურჯად გადაუღებიათ. თან პირველად ნახეთ როგორ იკეცებოდა ფრთები. მომკალი და ძველი ფოფაფიანი მანქანები ფარებს რო აპარპალებენ, აი მაგას გავს. აქედან ნახევარსაათში კიდევ ალპინმა გვაჩვენა ის მანქანა გუში რო გვაჩვენა. Mercedes-ის ძრავიანი მანქანები ლიდერებში ჩამოვწერეთ, ეგ ფაქტი ხო გახსოვთ. ისიც ხო გახსოვთ 23, 24, 25 რაც გიდათ ის ქედით, მე მკიდია, თუ გიდათ საერთოდ მანქანები დალეწეთ 26-ში ნახეთ რა ვქნათო. აი Williams იდებს განცხადებას, რომ ბარსელონაში 5-გიან დახურულ ტესტებზე არ ჩავა. ამის მიზეზად კი მანქანის პერფორმანსის მაქსიმიზაცია სასახელებენ. უბრალოდ წყვილს მოკლე ფეხები აქვს. ძალიან მოკლე. იმავე სტატიაში ვიგებთ, რომ Williams-ი 20-30 კილოთი მეტია ვიდრე უდოდათ და საბჯერ ჩააგდეს crash test-ი. რადონის ალბათაგვა გუხეშად რო გითხრათ საქმე, 2024-25-ში ალპინისაც იგივე პრობლემა ჰქონდა. მაშინდელი ალპინის ტექნიკური დირექტორი კიდევ მეთ ჰერმანი გახლდათ. ერთ შანს გაძლევთ თუ გამოიცნობთ მეთ ჰერმანის საწავიდა სამუშაოდ ალპინიდან. უბრალოდ ზვალმსხვილობის პრობლემა აქვს ამ კაცს. მაშინდელ რაც Ferrari-მ დაგვიმტკიცა, რომ ძალით გააჩერეს ის მანქანა და კილომეტრაჟის შენახვა უნდათ, Fiorano's ტრეკი თავიანთ მეგობარ Haas დაუთმეს. ეს მანქანა კიდევ რეალურად უფრო ლამაზია. თუ ცხოვრების განმავლობაში თქვენ შეგხვედრიათ ისეთი McLaren-ის გულშემატკივარი, რომელიც თავის გუნდს თქვენსაზე წინ მარტო იმიტომ აყენებდა, რომ სახეში სპონსორი არ ერია, ახლა შეგიძლიათ თავში წაუთაქოთ McLaren Mastercard-ის გულშემატკივრებს. Aston Martin-მა კიდე ჩვენ მანქანას ინსტრუქცია არ მოყვა და პირველი 2 დღე ვერ ვიქნებით ტესტებზეო. შეგახსენეთ, რომ Barcelona-ს 5-ღიან ტესტებზე გუნდებს მხოლოდ 3 შეუძლიათ აიღონ ტესტებისთვის. ტესტებისთვის, რომელიც ორშაბათს დილით Mercedes-მა გახსნა. ტესტები, რომელმაც გვანახა თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ჩრდილოეთ კორეაში. ტრეკის გარშემო გააძლიერეს დაცვა. ხალხი გამოყარეს, მაგრამ ადამიანს რამის გაგება თუ უნდა, ხო ვიცით რომ მაინც გააკეთებს. იმის გამო რომ ახალმა რეგლამენტმა ახალი ტექნოლოგიები მოიტანა, რასაკვირველია ურთულესია გუნდებისთვის თავიდანვე ყველაფერთან იდეალურად მორგება. ზუსტად ამის გამო ვიხილეთ არაერთი აფრიალებული წითელი დროშა. პირველ შემთხვევაში ეს ფრანკო კოლაპინტო იყო, რომელიც უბრალოდ გაჩერდა გზაზე. მაგრამ თავის თვითონვე შეძლო ბოქსებში დაბრუნება. შემდეგი ბორტოლეტო იყო, ვინც გორელივით გადაწყვიტა შუაგზაში დაპარკინგება. მაგრამ განსხვავებით ალპინისგან აუდის დახმარება დაჭირდა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი გუნდის ადამიანურობას რო ხედავ, თვალი მისრემლიანდება. ისე გამოვიდა მეკისი და თქვა ძალიან რთულია ეს ყველაფერი ხანდახან გარაჟიდან მანქანას ძლივს გამოვყავსო, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს მაინც ჩვენი გასაკეთებელიაო. პარალელურად კიდე ისაკი გადააობდა თავისი ახალი RB22-ით. მერე იყო ლიამის გამოწვეული წითელი დროშა, მანქანის დალანჩვას ცდილობდა და ჩაუქრა. პირველ დღეს მეტი საინტერესო არაფერი მოხდა. შედეგებს რაც შეეხება ისაკი პირველზე იყო. მერე რასელი და სამეული კოლაპინტამ ჩაკეტა. McLaren-მა, Ferrari-მ და Aston-მა პირველი დღე გამოტოვეს. დროები ყველაზე უკანასკნელი რაღაცაა, რასაც ამ ტესტებზე ალბათ უნდა უყუროთ. უფრო საინტერესო გავლილი წრეების რაოდენობებია. რის მიხედვითაც Mercedes-ის ძრავი ყველა ჯობდა პირველ დღეს. თუ კოლაპინტოს მცირედ გაუმართავობას არ ჩავთვლით, 209 წრე საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. ჩემთვის გასაკვირად Ferrari-ის ძრავი აღმოჩნდა საკმაოდ საიმედო. ST-Best-ის ამორტყმული 154 წრე და Cadillac-ის განაწილებული 44 სერიოზული განაცხადია. თან მცირედი პრობლემების გარეშე ჩაატარეს ორივე გუნდმა. იგივე ის თქმა შემიძლია Ford-ზე. მე პირადად გაცილებით მეტ პრობლემას ვეღოდი თითქმის 200 წრეში, ვიდრე Liam-ის
დაძვრის დროს ჩამქრალი მანქანა იყო. აი, აუდის კარგი დღე რო არ ქონდა, ამაზე გაჩერებული ბორტოლეტო და გავლილი 27 წრე ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. ყველაზე გამოუცილ ძრავის მწარმოებელს რასაკვირველი ამ დონეზე ძალიან გაუჭირდებოდა უშეცდომობი გამოსვლა. უხეშად პირველი დღე რო გავიაროთ, მანქანები არც ისედელები აღმოჩნდა როგორც გვეგონა. ტესტირების დროს ჰაჯარის 1.18-159 შარშადელი რბოლის ოსკარის საუკეთესო შედეგს თითქმის 2 წამნახევრით ჩამორჩებოდა. რაც იმედს გვისახავს, რომ ეს მანქანები საკმაოდ სწრაფები იქნებიან. ბევრი წითელი დროშის ფრიალიც არ გქონია, რაც ძალიან მაგარი ფაქტია. აუდის ძრავის გარდა კიდევ ყველა დაბაიბედებლად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით არასაქართლო ფერარები. 27 იანვრის დილის რეპორტებით გავიგეთ, რომ Racing Bulls-ი, Mercedes-ი, Alpine, Audi და Cadillac წვიმამ შეაშინა და ტრეკზე არ გვეყოლებოდნენ. სავაგროდ მაქსი და შარლი გავიდნენ თავიანთი პირველი ოფიციალური წრეების გასავლელად. დილის მშრალი სესიების შემდეგ შუადღის წვიმამ ზემოთ დახსენებულ ლოვეებს ვერაფერი დააკლო და სულ ტრეკზე მშვენივრად იარეს. უბრალოდ განსხვავებით პირველი მშვენიერი დღისგან მცირედი პრობლემები შეექმნა მაქსის Red Bulls, მაგრამ ნიდერლანდებმა დამატებითი დახმარების გარეშე თვითონ დააბრუნა ბოილდი ბოქსებში. მუდო რეჟიმში წარმართული ტესტირების გახალისება კიდევ იმავე გუნდების მეორე პილოტებმა გააგრძელეს. ლუისი ტრეკზე პირველად გამოვიდა ამ 2 დღის განმავლობაში. ჰაჯარი გუშინდელი პირველი ადგილის მერე შედარებით ცივავიჭი შეეცადა ბაქარის უკეთ გაცნობას, მაგრამ აქაც ვერ გაიქცა ხარები მცირედ კვამს. დღე მაინც ჰაჯარმა დააგვირგვინა. მოსრიალდა ბოლო მოსახვევში და მანქანის უკანა ნაწილი დააზიანა. ლეკლერმა ცოტა ამინდი გვიტრაკებს, მაგრამ რაღაცები გავტესტე და ყველაფერი ხოშიანადაა. ფორმულა 1 გატანილი ინფორმაციით გაბრაზდა და ის საიტის დაგვიხურა, სადაც დროებს და გავლილ წრეებს ვნახულობდით. მაგრამ არც თუ ისე კუნსტარულად დანიშნული ინფორმაციებით ფერარი Red Bull-ზე მეტი იარა. თან პრობლემების გარეშე. ხარების მეორე პილოტის კამს კიდევ ვაკანსიის სუნი ასტისნებო. ის ხო გახსოვთ წვიმაში DRS-ის სისტემის გამოყენება რო ეგზალებოდათ პილოტებს. იმის გამო რომ პირველად ნახეთ დღეს წვიმაში ეს მანქანები საინტერესო იქნებოდა მოძრავი ფრთები როგორ იმუშავებდა ნაკლებ მოჭიდებაში. ამაზე პასუხი კიდევ ისაკ ჰაჯარმა გაგვცა. როდესაც წინა ფრთები გახსნა, ხოლო უკანა ტრადიციულად დახურული დარჩა. ისე საინტერესოა წვიმის სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული წინა ფრთის ამბავი თუ სულ შეიძლება მოძრაობა. მაგასაც დრო გვიჩვენებს ალბათ. უცნაური დამთხოვები ფორმულა 1-ის თამდევი პროცესი როა ხო იცით ეგ? თითქოს არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ერთ სრულ სეზონ გატარებული ფრანგი თავის სადებიუტო Red Bull-ის წინასასეზონო ბარსელონას ტესტებზე მეორე დღეს იმტვრევა. უბრალოდ სადღაც მაქვს ზუსტად ეს ნანახი. 2019 წელს. როგორ დამთავრდა ეგ ამბავი კიდე თქვენზე უკეთ ვიცი. 4 შაბათის ტესტებზე მაკლარენი ვიხილეთ პირველად თავიანთი ტესტირების შეფერილობით. არ ვიცი რატომ, მაგრამ პაპაები მთელი ზამთრის პაუზის დროს ჩუმად იყვნენ. არა დამაიმედებელი ინფორმაცია, არა ფსიქოლოგიური თამაშები იმაზე, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. მანქანა სწრაფია კი არა, 2 დღეა ამას უყურებ. წინაფრთას რა ჯანდაბით ამოძრავებენ ეგეც ვერ გავიგე. ბრიტანელებთან ერთად ბარსელონას ავტოდრომი 4 შაბათს Mercedes-მა, Alpine-მა, Haas-მა, Racing Bulls-მა, Cadillac-მა და Audi-მ გაიზიარეს. რიგი მიზეზების გამო არ ჩანდა Red Bull-ი. იმის გამო რომ 3 დღიანი ტესტებია და გათვლილი არ ყოფილა ასეთი ავარია. გუნდს კიდე ნაწილები შემოაკვდა. ალბათ ყველაზე საინტერესო აუდის ხილვა იყო ბარსელონაში. გუნდი, რომელიც წელს დაემატა გრიდს, ტესტირების პირველი დღე მექანიკური გაუმართავობის გამო ჩააგდო. პირველ დღეს ბორტოლეტო მიარა, შუაკვირაში ნიკოს ჯერიც მოვიდა. პრობლემებმა ეხლაც იჩინა თავი და ისევ სპეცტექნიკით დააბრუნეს აუდის R26 ბოქსებში. წინასწარი პროგნოზისთვის ადრეა, მაგრამ აუდის ძალიან დიდი დროის გატარება მოუწევს თავისი ძრავის ქარხანაში, თუ უნდა რომ რაიმე შედეგზე გავიდეს. ხოლო თუ ოდესმე სახლში გვიან მისულ ხარ და ფანჯრიდან გადმოყუდებული მეზობლისთვის მოგიკრავს თვალი, შანსი იმისა რომ მაყვალა ბებოს მაგივრად ესტებან ოკონი შეგჩეს ხელში ძალიან მცირეა. მაგრამ არა შეუძლებელი. ოლი ბერმანისთვის მანქანის გადალოცვის შემდეგ ესტი ბესტი მამასთან ერთად ტრიბუნებიდან აკვირდებოდაავლილ-ჩავლილ მანქანებს. სხვათა შორის აქედან იდეალურად გამოჩნდებოდა იგივე ოლის გაჩერებული Haas-ი მეორე მოსახვევში. როგორც ჩანს, არც Ferrari-ს ძრავი ყოფილა BMW-ს 1.8 პლიტა მოტორებით გამძლე. ხო, თუ გონიათ რომ ამაზე მეტი საშინელება რაღაც შეიძლება მოხდეს, McLaren-ი გამოვიდა ტრასაზე. არანუ პაპაებმა ის დღე უპრობლემოდ ჩახურეს, მაგრამ საერთოდ არ ვარ მზად მომდევნო 31.556.926 წამი პირველ ნომრიან McLaren-ს უყურო. შუალედში იყო James Vowles-ის განცხადება. თქვენი რა საქმეა ვინ რამდენი კილოა, ჩვენ არც კი აგვიწონია ჯერ მანქანაო. კარგი James. მანქანა თუ ჯერ კიდევ არ აგიწონიათ, შეგიძლიათ თავი აღარ შეიწუხოთ. აღარ აქვს აზრი. ხო, სპეციფიკებიანი შოუს მაგივრად ლივერის უბრალოდ პოსტით გვაჩვენებენ 3 თებერვალს. ალბათ ლურჯი იქნება, არ ვიცი. დილის სესიაზე ჯორჯმა სახე გაიძრო და 92 წრე იარა. ფულკის აუდი იმის მერე აღარ გამოჩენილა. კოლაპინტომ კიდევ უპრობლემოდ იკატავა. წინა 2 დღე ფორდის ძრავების ქებაში რო ვიყავი, ხო გახსოვთ? როგორც იქნა ამათმაც დაყვინეს. არვიდის Racing Bulls-ი გარაჟი გადაათრიეს. უბრალოდ როგორც აღმოჩნდა, არაფერი სერიოზული პრობლემა არ ყოფილა და მალევე დაუბრუნდა გზას. დღის ბოლოს კიდევ 8 განსხვავებული ბრბოლელიდან პირველი 5 Mercedes-ის ძრავით იყო აღჭურვილი. რაღაცას რო გვიმზადებდნენ ვერცხლისფერი ისრები კი ვიცოდით, მაგრამ ასეთ უპირატესობას ტესტებიდანვე და უამრავ გავლილ წრეს პირადად არ ველოდი. ხოლო რო გვეგონა დღე დამთავრდა და 5 შაბათს უნდა დავველოდოთო, Aston Martin-ის გამოგვეცხადა. როგორც ჩანს, ინსტრუქცია იპოვეს მანქანის. თან ისე კაპიტალურად ჩამოვიდნენ, ტრაილერზე ვეთყობოდათ Sagrada Familia-ს სანახავად რო არ იყვნენ ჩამოსულები. თავიანთი ტესტირების ბოლო დღეს Mercedes და Racing Bulls-ი საბოლოო ინფორმაციის მისაღებად აერორაკებით გამოვიდნენ ტრასაზე. 4 შაბათისგან განსხვავებით მოქმედი ჩემპიონი მესამე ადგილოსანმა ოსკარ პიასტრიმ ჩაანაცვლა, მაგრამ მთლიანი 5 შაბათის თავარი თემა Aston Martin-ი იყო. გუშიო დიდი ამბებით გვითხრეს გამოვალთო. მთელი დღე გვათიზერეს.
კი, გამოვდივარ, აი, ფეხზე ვიცვავ. მანამდე ანტონელის და პიასტრის რბოლა ვიხილეთ. ეს ტყიდან გადაღებული არაფრის მომცემი ხმუილი და დაფიქსელებული მანქანა უფრო სანახავია ვიდრე შარშანდელი სინგაპური. დღის შუაში უცნაურად ვილიამსი რო გვააპდეითებს ხოლმე ეგ ტრადიცია დღესაც გაგრძელდა. ამერიკულ-ბრიტანული გუნდი ადგა და გვახარა ნახეთ კარლოს საინს სკამი მოვარგეთო. უბრალოდ რაჯანდაბაში ზის ამ ფოტოში თუ გარკვევთ ჩვენს გითხარით მოგტოვებს. კარგი ჯეიმს არა უშავს, მე რა როცხები უკვე დროებსდებენ ტესტებზე. თავარია ბიჭები სკამებში სხედან. უკვე იმედები რო გქონდა გადაწურული ედრიან ნიუის ნახელავს ვერ ვიხილავთ ბარსელონას ავტოდრომზეო, ფერნანდო ალონსო მოვიდა და დაგვაიმედა ერთ-ორს გავიკატავებთ აუცილებლად დღესო. პარალელურად ახალი ბენჩმარკი ამოარტყა ჯორჯ რასელმა. წუთი 17 პირველმა დაახურდავა ბრიტანელმა და 16 641-ში გაიარა. მერე იყო ბედნიერება. შავი მანქანა გამოჩნდა ესპანეთში. ხო, შავი, იმიტომ რომ ასტონს არც რეალური ლივერი უჩვენებია და არც ატესტო. ისე შეიძლება კადილაკიც იყო და სტალკერებს შეეშალათ. ნუ ასე იყო თუ ისე უცნაურ საიტმოდებიანი ასტონის ვიხილეთ. ძრავის ხმაც გავიგეთ მუშა რეჟიმში როგორია. მერე ასტონმა ფოტოების გამოგვიგდო. აჰა, მართლა ჩვენ ვართო. მე ხო პროფესიონალი ექსპერტი ვარ. უყურებ ამ მანქანას და ისე რა. ხო, სანამ გადამივლით ჩემი ინჯანდაბა ხარ და რა ისი სწრაფია თუ არაო, გაიხსენეთ ჯორჯმა რა თქვა თავის 2022-ის მერსედესზე. I saw our car, I saw everybody else's car. I thought, fuck, this looks fast. სტროლი უბრალოდ 6 წრეში ადგა და გაჩერდა. მიზეზი არ ვიცით, მაგრამ ამ პიქსელ ნახევრიან და ჩემ ბრუციან თვალებს თუ ვენდობით, ბორბალი ისე არ დგას როგორც უნდა იდგეს. ამ ეჭვებს კიდევ ის უცნაურად შეკრული უკან დაკიდების სისტემა მიმყარებს. ხანდახან სიმარტივეშიც არ ჭეშმარიტება ალბათ. ნუ რაც არ უნდა ყოფილიყო ფერნანდო აუცილებლად იქნება ხვალო, დაგვიანოს ეს. მაკლარენს კიდევ შუა დღეს საწვავის პრობლემა შეექმნა და ამიტომ ვერ იკატავა ოსკარმა. დღის დროებს რაც შეეხება ტრადიციულად მერსედესების ის სათავეში იყვნენ. მონსტრული რაოდენობის წრეებით. სამეული კიდე ლეკლერმა ჩაკეტა. ბოლო ადგილას კიდევ საშუალო ტემპიდან 30 წამით ამოგდებული სტროლი იყო. 5 გავლილი წრით. პარასკევი კიდევ ბოლო დღე იყო ტესტებისთვის, რომელიც ზუსტად ვიცოდით რომ მერსედესის და რეისინგ ბულსის გარეშე ჩაივლიდა. რადგან თავიანთი 3 დღე გერმანელებმა და იტალიელებმა ხუთშაბათს ამოწურეს. სესიები აქტიურად დაიწყეს დარჩენილმა გუნდებმა, მათ შორის ხარებმაც. ძალიან სასიამოვნო იყო იმ ამბების მერე Red Bull-ის ტრეკზე ნახვა. რაც გავიგეთ რომ შეიძლება საერთოდ ვეღარ გამოსულიყვნენ ისაკის ავარიის შემდეგ. ამჯერად უკვე დილიდანვე ასტონიც ვიხილეთ საქმეში ფერნანდო ალონსოს მეთაურობით. ბრიტანელებს მართლა ეთყობოდათ რომ ტესტებზე იყვნენ ჩამოსულები. გუშინ სხვა გუნდები გააფრთხილეს ჩაკეტილი ძრავის რეჟიმით ვივლითო. ალონსო აშკარად ბოლომდე არ უტევდა აპექსებს. სწორმონაკვეთზე ცხებზე ნელები იყვნენ. იმის გარდა რომ პირველივე 10 წუთში არ გაფუჭებულა, უკანა განათებად შეცვალეს. არ ვიცი, ალბათ იმით გვებლატავებოდნენ. ნახეთ კაცობრიობას თავიდან რო უჭირდა იმის გამოგონება მაგფერის ლედ განათებები გვაქო. მაგრამ დღეს მაინც წითელზე დაბრუნდნენ. მაკლარენმა კიდევ ფორმულა 1-ის ფილმს უყურა ალბათ და ჭუჭყიანი ჰაერის საწინააღმდეგო აეროდეტალების გატესტვა დაიწყო. ან ოსკარს ძალიან მოენატრა რბოლა და ამიტომ მიყვებოდა აუდის ასე ძალიან ახლოს. ხო, აუდი არ გაფუჭებულა დღეს. ასევე გუშინდელი საწვავის პრობლემა მოაგვარეს მაგებმაც. ლანდო გამოვიდა ტრეკზე და ჯორჯის დრო 1/10-ით გაუმჯობესა. ბოლო დღე კიდევ სერ ლუის ჰამილტონმა ჩახურა. მისი გავლილის 63 წრიდან საუკეთესო 1/16-348 ზოგადად ტესტების საუკეთესო დრო იყო. უნდა ვახსენო აუცილებლად პიერის უპრობლემოდ გავლილი 160 წრეც. მაკლარენმა კიდევ იმდენ იქნა თავისი სატესტო ლივერი მაინც მიამსგავსა ფლოუიზით თავის ტრადიციულ ფერს. იმის გამო რომ გრაუნდ ეფექტის ერა წავიდა და ბოლიდების ძირი გაცილებით გამარტივდა, დამწოილ წელის გამოსამუშავებლად გუნდებს სხვა გზების გამონახვა უწევთ. დიფუზორი და უკანაფთა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული არეალი გახდა ბოლიდში. ხო, თუ Red Bull-ის მანქანას გვერდიდან შეხედავთ, შეამჩვევთ რომ საიდპოდი არ აქვს. ზერო მოდები დააბრუნეს? თითქმის. განსხვავებით 2022-ის Mercedes-ისგან, რომელსაც ეს მთლიანი კონცეფტი ჰაერის ძირისკენ გადასაგზავნად ჰქონდა, Red Bull-მა უბრალოდ წინაღობა შეუმზირა ჰაერს. რაც ნაკლები დაბრკოლება შეხვდება ჰაერს ბოლიდის უკანა ნაწილამდე, მის სწრაფად მივა დანიშნულების ადგილამდე. რაც მე დამწოლს ალას ნიშნავს. ამ ტესტებმა იმაზე გაცილებით მეტი გვაჩვენა ვიდრე ველოდით. Mercedes-მა 3 დღე ბოლომდე გამოიყენა. სხვებზე მეტი იარა და დროებით სტაბილურად ერთნაირად დაბალი ჰქონდა. რასელი და კიმი ბედნიერები იყვნენ. გულშემატკივარით წესით კარგ ხასიათზეა. იმდენად კარგები და კმაყოფილები იყვნენ ვერცხლისფერი ისრები. უდიდესი ალბათობით ტრეკის კონფიგურაციის მიხედვით ტესტერებების გაიარეს. წინააღმდის დიზაინი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინოვაციური აქვთ გერმანელ ბრიტანელებს, ასტონთან ერთად. ფერარის რაც შეეხება ამ წარმოსადეგმა ადამიანმა კი გითხრა ჯერ რომ მანქანის გამძლეობა და სიცოცხლის უნარიანობას ტესტავთო, მაგრამ მე მაინც რაღაცნაირად მემარტივება იტალიელების მანქანას ხვებისგან განსხვავებით. გასაგებია ის ჩატანილი ორი კონფიგურაცია და ბოლომდე დაუზუსტებელი ნაწილების სია, მაგრამ მანქანა წესით ამ სიმაღლეზე არ უნდა იდგეს. სისწრაფის რა გითხრათ, მაგრამ ტესტირებებმა მშვენივრად აჩვენა რომ იტალიელების ძრავი საკმაოდ გამძლეა. ასევე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ალპინი. ეს არის დავით სანჩესი, რომელმაც თავისი კარიერა საჩემპიონო რენოში დაიწყო. მერე მაკლარენის F-Tactis დეველოპმენტში მიიღო მონაწილეობა და ბოლოს 2 ჩემპიონად მოგებულ მაკლარენს ჩაუყარა საფუძველი. ეს კაცი გადავიდა ალპინში. დიდი განიერი საიტპოდები. კადილაკთან ერთადერთი გუნდი, ვინც ფულროდ დაკიდებაზე დადის, აირბოქსის ვინგლეტები და ზედმეტად დახრილი განივი ბერკეტი. ამ ყველაფერს კიდევ Mercedes-ის ძრავი დავუმატეთ. ფრანგები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც მინიმალურ წონას მიუახლოვდა და კრაშ ტესტები გაიარა. ალპინი იმ საშინელ სეზონებშიც კი მშვენიერი შასით გამოირჩეოდა.
და წელსაც არ უნდა იყოს ეს გამონაკლისი. არ არის ეს Formula 1-ის community ალპინისტვის მზად. აგერ თქვენ, აგერ მე. აი, ვინც ყველაზე მეტი იწვალა ეს აუდი იყო. გერმანელებმა 3-დან 2 დღე პირდაპირ მნიშვნელობით ჩააგდეს. ისიც ვერ გავიგეთ რამეში კარგები იყვნენ თუ არა. ფიზიკურად ძრავმა არ აცადა. ჯერ შეჩერებული გაბი, მერე ჰულკი. ბაჰრეინის ტესტებამდე რამეს თუ მიაგნეს ქარხანაში სასიამოვნო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი რენო გვეყოლება ოფიციალურად ტრასაზე. წვალებაზე გამახსენდა და ასტონიც უნდა მივაწეროთ ამ სიას. ტესტებზე ბოლოს გუნდმა რო დააგვიანა და პირველ დღეს საშინლად ნელი იყო, არ დამთავრდა ეგ ისტორია მთლად კარგად. უბრალოდ ამ შემთხვევაში გაცილებით გამოცდილი პილოტების დუეტია. შედარებით მეტია ფული და Adrian Newey-ს საქმეშია. Mercedes-ების მსგავსი წინაპრთა, McLaren-ის მსგავსი თხელი ფირფიტის ამოქმედებელი. ყველა გუნდისგან განსხვავებული პილონზე დამაგრებული უკანა დაკიდება. არ ვიცი. გონი ეს მანქანა 2014-დან 20-მდე Red Bull-ი იქნება. აერო ძალიან კარგი რო ჰქონდათ, მაგრამ ძრავი არც იქით რო არ იყო და არც აქეთ. Cadillac-ს რაც შეეხება 3 დღე ისე იარეს, არც ყურადღება მიუქცევიათ და არც არაფერი. ჩეკო რო არ გამოსულიყო და ეთქვა ძრავში, ელექტროობაში და ზოგადად მანქანაში პრობლემები გვაქვს, ვერც გავიგებდით. არადა Ferrari-ს ძრავზე არავის დაუწუწუნია გრიდზე. Red Bull-ს რაც შეეხება ტესტები მთლად სახარბელოდ ვერ გამოიყენეს. მერე დაიწერა გადახურების პრობლემა აქვს Ford-ის ძრავებს და აერო შეცვლა უწევთ ტემპერატურის დასაგდებათო. მერე ამ კონფიგით სიჩქარეს კარგავენ და ასე ლუპში არიან გაჭედილებიო. მაგრამ რისთვის არსებობს Racing Bulls-ი? რაც ერთმა გუნდმა ვერ გატესტა, მეორემ გამოამზიურა თავის მანქანაზე. საერთო ჯამში ტესტირებით გავიგეთ, რომ Red Bull-ის ქარხანაში Ford-ის ბოლტებით აწყობილი ძრავი საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. ამ ტესტებმა კიდევ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი რაღაცა გვანახა, მაგრამ ძალიან ბევრი ისევ სანახავი გვაქვს. დაველოდოთ ბაჰრეინის ტესტებს და მერე ავსტრალიის გრან პრისაც. ტესტირების რეჟიმში გაკოცეთ ჩუბლზე, კარგად ბრძანდებოდეთ.